მონაცემთა ბაზარი, როგორც ციფრული ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ელემენტი მსოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ინდუსტრიად ყალიბდება. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ეგრეთ წოდებულ დატა ცენტრებს ავითარებენ. რეგიონისთვის პრეცედენტულია სომხეთში NVIDIA-ს $500 მილიონ AI ქარხნის მშენებლობის გეგმა. რა ხდება ამასობაში საქართველოში? რამდენად კონკურენტულია ქვეყნის ინფრასტრუქტურა და არის თუ არა ინვესტორებისთვის? ქვეყანაში დატა ცენტრის აშენების ინტერესი. ვიდეო ჯორჯიას კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის განმარტებით, იმისთვის, რომ ქვეყანა ამ კუთხით ინვესტორებისთვის საინტერესო გახდეს, პირველ რიგში სტაბილური ბიზნეს გარემო და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი სჭირდება, რაც წყალქვეშა კაბელის გარეშე წარმოუდგენელია. გვჭირდება რეალურად რამდენიმე ესეთ დამოუკიდებელი კაბელი იმისთვის, რომ აქ გქონდეს დატა ცენტრები. გვჭირდება პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო იმისთვის, რომ საინტერესო ვიყოთ ინვესტორებისთვის. გვჭირდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე ხალხი და მიმზიდველი ქვეყანა უნდა ვიყოთ ასეთი გიგანტებისთვის. ის რომ სომხეთში თქვათ იგივე NVIDIA-ს დატა ცენტრის მშენებლობაზე მიდის საუბარი, ეს რამდენიმე წლიანი პროექტი იქნება სავარაუდოდ, მაგრამ უკვე სომხეთი გამოჩნდა ესეთი გიგანტების რადარზე და იქ თუ NVIDIA ხნის თქვათ AI დატა ცენტრს, ხვალ შეიძლება მეტამ გადმოიტანოს რაღაცა ერთი დატა ცენტრი ამ შექმნას, კი არ გადმოიტანოს შექმნას სომხეთში, რაც ცალსახად სომხეთის ეკონომიკას წაადგება. ჩვენ შეგვიძლია ყოფილიყავთ ერთ-ერთი პირველი რეგიონში, მაგრამ სამწუხაროდ არ ვართ. სომხეთისგან განსხვავებით საქართველოში მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე განაცხადი საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს ჯერ არ გაუკეთებიათ. თუმცა გასულ კვირაში Silk Road Group-მა მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაანონსა, რაშიც $30 მილიონი ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც კომპანიის ინდუსტრიულ კლიენტებს სასერვერო მომსახურებას გაუწევს. ვიწყებთ დატა ცენტრის მშენებლობას, იმიტომ რომ ამას სჭირდება ინფრასტრუქტურა. ეს იქნება ესე ვთქვათ AAA+, ესე ეძახიან, ეს არის უმაღლესი ხარისხის დატა ცენტრი, რომელიც პრინციპში დაახლოებით წელიწად ნახევარში ჩემი გასვლებით უკვე იქნება დამთავრებული და მოემსახურება ჩვენ B2B კლიენტებს. დაახლოებით ჩვენ ესე გონია, რომ სადღაც ტოპ 200 აბონენტს ინტერნეტი და ტელეფონის მომსახურებას ამას უკვე დაემატება ციფრული მომსახურება და უკვე მოხდება end-to-end სერვისი, ანუ თავიდან ბოლომდე შეთავაზება იქნება როგორც ასე ვთქვათ, სატელეკომუნიკაციო სერვისები, ასევე ციფრული სერვისები. Silk Road-ი მონაცემთა ცენტრის მშენებლობის დასრულებას მაქსიმუმ 2 წელიწადში გეგმავს, თუმცა ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი აუცილებლად გაიზრდება, რასაც მზად უნდა დავხვდეთ. სემიკის თავმჯდომარე გვიხსნის, რომ პროცესში მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანი ელემენტია, იმისთვის, რომ ქვეყანამ დატა ცენტრების შეუფერხებელი, მუშაობისთვის აუცილებელი ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლოს. ახალი ენერგიის მოხმარების წყარო ჩნდება, რომელსაც დამატებით ენერგია ჭირდება. ადრე მსგავს ენერგიის საჭიროება არ იყო ქვეყანაში, ან ძალიან მცირე მოცულობით ხდებოდა მათ მიერ ამ ენერგიის მოხმარება. აქ ეს ორი ახალი სახეობაც დამატებით ენერგიას მოითხოვს და აქედან გამომდინარე ქვეყანაში მომავალში კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგია იქნება საჭირო. მარეგულირებელი ჰესები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალი. აღნიშნული მიმართულება არის მაღალპროდუქტიული და მაღალი ღირებულების შექმნელი და ამას სტრატეგიული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ჩემი აზრით შემდეგი წლების განმავლობაში. ენერგეტიკოსები პოტენციალთან ერთად გამოწვევებზეც საუბრობენ. დატა ცენტრები მისი მნიშვნელობის და მიმზიდველობის გარდა ელექტროენერგიის მოხმარებას მნიშვნელოვნად ზრდის და გამოწვევაც ამაშია. იმისთვის, რომ საქართველოს ქსელისთვის პრობლემა არ შეიქმნას, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ გარდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა, ქსელის სტაბილურობისთვის აქცენტი ელექტროენერგიის დამაგროვებელ სადგურებზეც გაკეთდეს. Google-ის საძებნის სისტემა და ChatGPT რო შევადაროთ 10-ჯერ მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს ChatGPT. აქედან გამომდინარე, აქედან პირდაპირ ჩანს რამხელა მოხმარება იქნება და საქართველოს ალბათ შესაძლებელია უამრავი დატა ცენტრის ადგილი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს წყალი, კაციების სისტემები ჭირდება ძალიან, ტემპერატურული რეჟიმები ქვეყნის გეოგრაფიიდან და ასევე შედარებით დაბალი ტარიფით ბატარეებიც ასევე ეხმარება სისტემას, როგორც საიმედოობის და უსაფრთხოების პარამეტრებისთვის, ასევე ინტეგრაციისთვის, განახლებადი ენერგიის და დატა ცენტრებს ჭირდება უწყვეტი, ძალიან საიმედო მომარაგება. წინაპირობები არის და შეიძლება ძალიან სწრაფად ისევ საკმაოდ დეფიციტური ქვეყანა გავხდეთ, იმიტომ რომ მოთხოვნა დიდი იქნება ალბათ.
ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოქმნილი გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მსოფლიოში, მათ შორის ატომური ენერგიის დახმარებითაც ცდილობენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები ახალი ატომური რეაქტორების მშენებლობას იწყებს, რომ AI ინდუსტრიის გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოს. საქართველოში მომუშავე ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყანამ ფოკუსი კი ჰიდრორესურსის ათვისებაზე უნდა გააკეთოს, თუმცა სამომავლოდ მცირე ზომის ატომური სადგურის მშენებლობის საკითხიც უნდა იყოს განხილული. სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვემზადოთ დატა ცენტრების მოხმარებისათვის. დღესდღეობით ცოტა ძნელია საუბარი, მაგრამ მიკრო ატომური ელექტრული სადგურები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტიურად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უსაფრთხოა, მისი განვითარებაზეც უნდა იფიქროს საქართველო. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, როდესაც კიდევ საიაგერ ოქროს ზოდების სახით ჰიდროენერგეტიკა და აუთვისებელი 50 მილიარდი კილოვატ-საათი კიდევ აქედან 20 კარგავთ, 10 გამოიმუშავებთ. ამიტომ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა რაღაც დავიწყოთ. სხვა რაღაცა ზეგმოიტყოს, მას ზეგმოიტყოს აი ამას. ამიტომ აი ეს არის ჩვენი მთავარი მიმართულება და ჩვენი მთავარი მიზანი და პოლიტიკა. მონაცემთა ბაზრის მოცულობა ამ დროისთვის შიდას 50 მილიარდი დოლარის ფარგლებშია და ისწლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება. რის გამოც ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. ბაზრის უდიდეს წილს პლანეტის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები ინაწილებენ, ისეთები როგორიცაა Amazon, Microsoft, Google და Alibaba, რომელთაც მრავალ მილიარდიანი დატა ცენტრები და ფიზიკური ინფრასტრუქტურა გააჩნიათ. შეძლებს თუ არა საქართველო ამ კუთხით მსოფლიო რუკაზე, თავის დამკვიდრებას და ტექნოლოგიური გიგანტების ყურადღების მიქცევას, ეს საკითხი ჯერ ბუნდოვანია.